მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო და არა გამომწერებო და მაყურებლებო. ვიდეო ჩართვას დავიწყებ, შეგიძლიათ დამეხმაროთ? აი ეს ლაივში, ეს ფერი რომ ადევს, როგორ მოხსნა ხა? დილამშვიდობისა ყველას. შეგიძლიათ დამეხმაროთ? როგორ მოხსნა ეს აშკარად რაღაც ფილტრი მადევს, რაც არ მინდა. და ვერ მივხვდი როგორ მოხსნა. ანუ ესეც არ მინდა. ეფექტები. ხადაი ტრენდი ეფექტებზე რატო გადავყავარ? საერთოდ თუ არ მინდა ეფექტი რა უნდა ვქნა? თქვენი აზრით რა უნდა ვქნა? არ გაქვს ფილტრიო, როგორ ხარ? ჩვეულებრივად მე მაჩვენებ ჩემს ეკრანზე ძალიან მუქად, არ ვარ ეგეთი. რისი იქნებაო? ბლოკის ნიშანი იქნება მანდო. ერთი წამთება ნახავ. ხო და ნახეთ, მაგ ღილაკზე თიც არ მაჭერინებს. ეხა მუქი ვარ, არა ვარ ეგეთი, ანუ სხვაფერი ვარ. ხო და რა უნდა ვქნა? მინდა ვბლოკო. გული გვანახეო, არ მაქვს გული, რა გული, რის გული, რა გინდათ? მეგობრებო, იცით რა მაინტერესებს? თუ იცით ჩემი ამ ახალი გამოწვევის შესახებ, რომ ვაჩუქებ ორეულს და უნდა ავირჩიო დღეს ის ადამიანი, რომელსაც გავაჩუქებ, იმიტომ რომ ზედ უნდა გავაჩუქო ახალი. ანუ დღეს უნდა ამოვარჩიო. და ხვალ უნდა, არა, სახლში ვარ. და ხვალ უნდა ახალი დავდო. ახალი კაბა უნდა დავდო. არ ვათამაშებ, ვაჩუქებ. ჩემი წინა პოსტი რომ ნახოთ, ვაჩუქებ როგორ იცით? ადამიანმა უნდა დაწეროს მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ისტორია. და უნდა შევარჩიო ამ ბედნიერი ისტორიებიდან ყველაზე განსხვავებული. და მას უნდა ვაჩუქო ორეული, რომელიც მინდავს დილამშვიდობისა, ვინც ახლა შემოგვერთით. ხო და ხვალ თუ მე მივხვდი რაღაცა, მაგრამ რომელი ხარ? ხა მშვიდობა გაქვთ? მიყავს? კი, ჩემოსიყვარულო, როგორ არ გელოდი. ანუ ნახეთ როგორ არის, დავდე ვიდეო, სადაც დავწერე, რომ ყველაზე საინტერესო ბედნიერი ისტორიას ვის ცხოვრებიდან ვინც მომწერდა, იმას ვაჩუქებ იმ ორეულს, რომელიც იქ დევს. სხვა შორის ეს ტანსაცმელები ერთხელ ან ორჯერ მცვია. აი ის რომელსაც ვაჩუქებ ნიჭიერში მეცვა ერთხელ, მხოლოდ ერთხელ. და ერთი წამედა. ეს უნდა დავბლოკო ჩემი სიყვარული. დილაუთენეს რო დედა შევეცით იწყებს ღმერთად შემოუფალა. ანუ წარმოგიდგენიათ რა უბედურია? და ხვალ მინდა რომ ახალი კაბა. ეხა განახებთ, გინდათ განახოთ ხვალ რომელ კაბას ვაპირებ რომ გავაჩუქო? არა, ხვალ დავდებ, არ მინდა წინასწარ. და თქვენი აზრით, წაიკითხეთ კომენტარები. პარიზში ვიყავი გადაღებაზე. თქვენი აზრით როგორ ხდება ხოლმე, რომ თან რუსთაველზე ვიდგე და თან პარიზში? მოდეს ახლა ამ ეტაპზე არავის არ მიცნობ. სხვა შორის ყველა მოდელი თითქმის წავშალე 4-ის გარდა, იცით რატო? იმიტომ რომ ვინც მიწერდა მიყვარხარს და გულებს ყველას ბლოკავდნენ. შენთან დიდი სამალებით დავლევდი ყავასო, დავლიოთ. ნანულა შენაბოზარო. 75% ეძღება, ვინმე ბერიძემ წერს, ბერიძესთან უნდა შევიდა. ბერიძე, უფალო რა გოიმია, მანქანა უყენია ქავერად. ბერიძე დავბლოკოთ.
ანუ წარმოიდგინე დილით იღვიძებ შედიხარ TikTok-ზე, ხვდება ნებისმიერი ადამიანი, აი ნებისმიერი ადამიანი და იწყებ ჰეითერობით. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ მანამდე მერე შუაში არაფერი სიყვარულის მსგავსი არ ქონია რა? ანუ შენ თვითონ რითი იტენები, წარმოგიდგენია? გიждები. მართლა გიждებ სიყვარულ ადამიანებს. მე ძალიან მიყვარხარ. აი ხედავ ერთმა ჰეითერმა რამდენი მიყვარხარ მომცა? მე ძალიან. და ვაპირებ რომ დღეს ავარჩიო კომენტარებში არის ბიჭის კომენტარი. ერთ წამს უნდა განვიხოთ ამ ბიჭის კომენტარი. ხა გავალ და ვიდეოზე რო პირველივე კომენტარია ხედავთ? აი მაგ ბიჭს 3000 ლაიქი. ნაცით რაში გამარკვიეთ? საშინელი ფილტრი მადავს რა არის რა კატასტროფა. იცით რაღაცში გამარკვიეთ? კომენტარებზე რო ლაიქები კეთდება. შეიძლება რა გვინმე ითალიჩოს ხალოვნურად? თუ არა ბუნებრივი ლაიქებია და ვინც მართლა ლაიქებს ეგ არის? აი როგორც Instagram-ზე ყიდულობენ და Facebook-ზე ლაიქებს, ეგრე შეიძლება რომ კომენტარზე ლაიქი იყიდო? ცოდნეებო მითხარით? მაკა თვარე რო დაგიხატია მაკა-მაკუნა საფრანგეთის დროშით. ქმარს უთხარი რომ გაცილებით უფრო მეჯერ გითხრას რომ უყარხარ. ანუ უკაცრავად ჰეითერებმა გამიბნიეს აზრი, ანუ კიო. მაინტერესებს, ანუ რას ლაპარაკობთ, რომ კომენტარზე შეიძლება რომ ლაიქები იყიდოს ადამიანმა? აუ ეგ რა ცუდია. ძალიან ცუდია. ანუ ხო ზუსტად გიხსნით რას გეუბნებით, ანუ ფოტოზე კი არა, აი კომენტარი რო დავწერო, ხა იქ მე ლაიქებს ვიყიდი თქვენი აზრით? გადაახვია ლაიქებს რო ნახავ. კი, აუ ძალიან ცუდი რამეა, აი ძალიან. მართლა ძალიან ცუდი რამეა ეგ. იმიტომ რომ ესე იგი აქ ლაიქებზე ვერაფერს ვერ აწყობ ვერასდროს რა. ესე იგი ნიშნავს იმას, რომ აქ სულ მოგატყუებს ვიღაცა რა. ანუ რა ცუდია ეგ, ძალიან ცუდია. ანუ შესაბამისად ახლა მე უნდა ავირჩიო ეს ადამიანი, ვისაც ვაჩუქებ ოროლს. კარგით, ახლა მაშინ მე ავირჩევ ადამიანს, რომელსაც ოროლს ვაჩუქებ. დღეს გავაჩუქებ ამ ოროლს და ხვალ დავდებ ახალ კაბას, რომელსაც ასევე გავაჩუქებ. Co-host-ში რო გეპატიჟება ვიღაცა რას ნიშნავს? თქვენი აზრით? რო ამიხსნათ რა არის co-host-ში? კი უგლუტენო ვარ, მაგრამ აღა უგლუტენო არტიკული, ისეთი უგლუტენო ვიყავი, ისე გლუტენი ვიყავი, რომ ყველა გლუტენი ჯამას არ. რას ნიშნავს co-host-ში რო ადამიანი გეპატიჟება? აუ თიმო, ტვენი წაიღე ხა, ხო არ დაგბლოკავ? უფალო. ეს ძალიან ცუდი რამე მითხარით. მე მეგონა რომ კომენტარზე ლაიქების ყიდვა შეუძლებელი იყო, ხო იცით? იმიტომ რომ შეიცვალა, ფაინ ეს რა არის რა, მაგ ხა. всё. და საერთოდ რა არაფერი არ მქონდეს, ესეც ახლა ფილტრია, ეს არ არის ჩემი გამოსახულება და რა საშინელებაა. ხო, მე მეგონა რომ ლაიქებზე, მე მეგონა რომ კომენტარზე ლაიქი არ იყო ყიდვადი და მომცემდა იმის შესაძლებლობას, რომ სხვას დამეხმარებოდა ვინმეს არჩევაში და ეს არ ვიცოდი. იმიტომ რომ ამიტომაც მგონია რომ მოკლედ ძალიან არასწორია ახლა ეგ. კარგით, რამეს მოვიფიქრებ ახლა მე. რა დაგიბრუნდებით, მოიცადეთ?